მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და მეორედ მიწევს თეთრ კარავში გადაცემის წაყვანა. ჩვენი წინა გადაცემა წარმატებულ ქალებს მიუძღვენით და მათი წარმატების საფუძველი სწორედ არჩეული პროფესია აღმოჩნდა. დღეს კი ჩვენი მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია და პირდაპირ ეთერში ველოდებით მათ ზარებს. აი, უკვე გვირეკავენ. მოგესალმებით. საიდან გვიკავშირდებით და როგორ მოგმართოთ? საბერძნეთიდან გენაცვალე, მე მქვია დოდო და ვარ 64 წლის. ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო დოდო. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა ეკა გენაცვალე ძალიან. ბებია თქვენი სპექტაკლებზე სულ დავდიოდი ახალგაზრდობაში. პეპო მე მგონი რა ვიცი, 10-ჯერ მაქვს ნანახი, გიждები მედია ჩახავაზე. ნეტა იმ დროს ჩემი სპექტაკლებიც ხომ არ გაქვთ ნანახი? აბა საიდან გენაცვალე? შენ მხოლოდ ტელევიზორიდან გიცნობ. 26 წელია რაც სალონიკში ვცხოვრობ და ხო იცით. მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ ცხოვრობთ მანდ, რა საქმიანობთ? სხვათა შორის მე ძალიან გამიმართლა. კი, ძალიან გამიმართლა. გაგიმართლათ? ძალიან კარგ ოჯახში მოხვდი. თავიდან მოხუც ქალბატონს ვუვლიდი, მაგრამ ის საწყალი აცხონოს ღმერთმა 2 წელიწადში გარდაიცვალა და მერე მისმა ქალიშვილმა წამიყვანა თავისთან ოჯახში. 4 წლის შვილი ყავდა, ბიჭი. ახლა უკვე დიდი ვაჟკაცია, გაძოშლოვშვილიანი. და ეს ქალი რომ გასტროლებზე მიდიოდა, ბავშვს მე მიტოვებდა ხოლმე. ისიც მსახიობია? არა, მომღერალი. ესტრადის კი. სხვათა შორის ძალიან ლამაზი ქალია. 5 წლის მერე გოგოც გააჩინა და ის კი ჩვენთან როგორც იტყვიან აკუნიდან ჩემი გაზრდილია, მაგაზე ნაცვალოს ბებო. როგორც ვატყობ, ნამდვილი ბებიასავით გიყვართ. კი, ნამდვილად ეგრეა. იმასაც ძალიან უყვარვარ. აბა, ჩემს ბიოლოგიურ შვილიშვილებს სულ 2-ჯერ ვყავარ ნანახი და ამაზე მეტად როგორ ვეყვარები. მე არაპირებთ დაბრუნებას. რას ამბობ? ახლა როგორც გინდათ, ეკა გენაცვალე, ისე გამიგე და ვერაფრით ვერ გავძლებ ჩემი ანასტასიას გარეშე, რა ვქნა აბა? ძალიან კარგია, რომ ასე ბედნიერად გრძნობთ თავს უცხო ქვეყანაში ქალბატონო დოდო. კი, ნამდვილად. მართლა ჩემი საკუთარი შვილები ვით მიყვარს, აი გეფიცები, ჩემი გაზრდილია იანისიც და ანასტასიაც. მაგრამ თავიდან რო გითხრათ ახასი მართლე 5 წელზე მეტი ყოველი ღამე ტირილში მაქვს გატარებული, აბა. რას ამბობთ? კი. ახლა ჩემო ეკა, რისთვისაც დავრეკე და რაც მინდა რომ გითხრათ, ასეთი ამბავია რომ რატომ ყიდიან ეს ქართველები თავიანთ მამაპაპისეულ მიწას, კაცო გაპიკებში. და გინდაც მილიონები რომ გადაუხადონ, მაგის გაყიდვა როგორ შეიძლება შვილო? თანაც უცხოელებზე. არ შეიძლება რომ ჩვენმა მთავრობამ რამე კანონი მიიღოს, რომ შეაჩეროს ეს სიგიჟე, ხა, ჩემებიც აპირებდნენ, მაგრამ მე გადავაფიქრებინე. როგორ მოახერხეთ? როგორ და მე ვიყიდ. ჩემებს ფული გავუგზავნე და ჩემზე გადმოვიფორმე ნოტარიუსით. სკაიპით ახლა მოიციან ხოლმე. აბა, მოკითხვა ჩემს საყვარელ თბილისს და მთელ საქართველოს მიყვარხართ ძალიან. აი გვირეკავენ. გისმენთ? საიდან გვიკავშირდებით? ნიუ-იორკიდან გიკავშირდებით. გაგვეცანით თუ შეიძლება? მე მქვია ანა და ვარ 45 წლის. ნიუ-იორკიდან გიკავშირდებით. აქ ისეთ ამბებს ვისმენ მექსიკის გზით წამოსულ ქართველებზე, რომ ძალიან გამიმართლა, რომ იმ გზის გამოვლა არ დამჭირდა. ნიუ-იორკშიც ბავშვობის მეგობარი დამხვდა, ერთი თვე მასთან ცხოვრობდი, სამსახურიც თვითონ მომიძებნა. ისეთ ისტორიებს ვისმენ, აქ ჩამოსული ხალხისგან არ ვიცი, სიკეთეს როგორ გადაუხდი. 4 წელი აქ ვარ და საწუწუნოც არაფერი მაქვს. კარგ ოჯახში მოვხვდი და კარგადაც მიხდიან, მაგრამ სახლში უნდა დავბრუნდე. რისთვისაც ჩამოვედი, რომ ჩემი ბანკში ჩადებული ბინა გამომეხსნა, პრობლემა მოგვარებულია. ახლა კი სანამ მეც ოჯახი
დამენგრება და მათთვისაც გაუცხოვდები უნდა დავბრუნდე. ბილეთიც მაქვს და ჩემებიც კატეგორიულად მოითხოვენ ჩემს დაბრუნებას. ვიცი რომ ჩემს სამშობლოში ამდენს არავინ გადამიხდის, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. ჩემს ემიგრანტ თანამემამულეებს კი ვურჩევდი, რომ დროზე მოეგეთ გონს. სანამ შვილებს და ქმარს თქვენი ნახვა უნდათ და ჯერ კიდევ ენატრებით. დიდი მადლობა. ჩვენი დრო ამოიწურა დღეს ამით გემშვიდობებით, მაგრამ ემიგრანტი ქალების თემას ჩვენ ისევ დაუბრუნდებით.